Ჭირდა მაკრონმა კიდევ მინდა აუცილებლად ვისაუბროთ 90 დღიან დაპაუზებაზე. მაკრონმა რომ თქვა რომ აი თავის საფრანგეთი თავის ბირთვული არახს მოახმარს ევროკავშირის უსაფრთხოებას ძალიან საინტერესოა. ანუ რა თქვა? ნუ ახლა ამით საერთოდ მაკრონი როგორც წესი გამოირჩევა თვითონ საფრანგეთში ახლა მაკრონის რეიტინგი 18%. ეს ცნობისთვის. ის ცნობილია იმით, რომ დღეს ერთს რო იძახის, ხვალ აუცილებლად მეორე სიტყვის გასაოცარია. ძალიან გავს ჩვენს პრეზიდენტს ყოფილს, რომელიც ამჟამად ვივამეთშია. ანუ მისთვის სიტუაციური აზროვნება არის თავარი და სიტუაციურ პოლიტიკურ რეალობას მოარგებს ხოლმე თავის ამ განცხადებებს. ეხლა რეალურად რომ ვთქვათ, ნორმალურად მოაზროვნე და ბევრი ახლა საფრანგეთი რამენაირად არ განიცდის ინტელექტუალების ნაკლებობას, ხო? ხო და ეს ფრანგი ინტელექტუალები არიან ძალიან გაღიზიანებული ამ და არა μόνο ვისაც ესმის რეალობა თუ ინტელექტუალი ამ შემთხვევაში რეალობა როგორია საფრანგეთში არის 57 ატომური ელექტროსადგური რომელიც გამოიმუშავებს ფაქტურად ლომის წილს საფრანგეთის ენერგეტიკისას ხო მომუშავე საფრანგეთის ტერიტორია ხო ვიცით არც თუ ისე დიდია და არის ერთ-ერთი ყველაზე მე ვგულისხმობ გლობალურია ჩინეთი, რუსეთი, შტატები ასეთი. და ის არის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა. ხა ერთი წუთი რომ წარმოვიდგინოთ დაიფაროს ღმერთმა ყველა ატომური ომი საფრანგეთის ამბავი ცუდად ეს 47 ახლა წარმოვიდგინოთ ეს არის წარმოვიდგინოთ ერთი სარმატი ისეთ იმას მიაყენებს რა ქვია ზიანს რომ დაუშვათ იგივე რუსეთის 17 მილიონი კვადრატული კილომეტრი მე ვედია დედამიწის თანაც გაცილებით დაცულია ის რა უშვათ ატომური ომისთვის საბჭოთა კავშირი და ის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ ამერიკელები ხო და აქედან გამომდინარე ესთან დარჩენილია და რაც თავარი ახლა ანუ ეს გამოდის რომ ფაქტობრივად საფრანგეთის გაწირვაა ხომ ასეთი რიტორიკა იმ საფრანგეთის რომელმაც გერმანელ ნაცისტებს დაუთმეს საფრანგეთი პარიზი იმიტომ რომ არ დაენგრიათ ამ მოტივით ანუ მე ვამბობ ისტორიულ გამოცდილებაზე რაც მათ პოლიტიკურ გამოცდილება კი ბატონო ახლა საფრანგეთი არის ერთ-ერთი როგორ თქვა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ცივილიზაციის ქვეყანა და საოცარი კულტურის და საოცარი რა ვიცი რომელი სფერო მშვენებაა პრინციპში დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი კუთხე ამის წარმოდგენა რომ დაუშვით ესეთი რამე შეიძლება დატრიალდეს აბსოლუტურად შემაძწუნებელია